ხუჩი ფეოდალის დასამორჩილებლად მისი ცოლის შეურაცხმყო ბაგრატ მეოთხე. ლიპარიტ ბაღვაში ძალიან ძლიერი ფეოდალი იყო. მეფეს არაფრით არ ჩამოუვარდებოდა. შემდეგ ლიპარიტმა სამაგიერო გადაუხადა ბაგრატ მეოთხეს და დედამისი მარიამ დედოფალი შეურაცხმყო. ამას წერს ბერძენი ისტორიკოსი გიორგი კედრენი. ეხლა მე ნურაფერს უნდა მეწყებთ ქართლის ცხოვრებაში წამოიკითხავთ და ივანე ჯავახიშვილის ქართველი ერის ისტორიაში. ეს კონფლიქტი დაიწყო მაშინ, როდესაც ბაგრატ მეოთხე მორწლიანი ალყა მოხსნა თბილისს, ლიპარიტის დაუკითხავად. როდესაც თბილისს აიღებდნენ, უკვე აღებული ჰქონდათ, ამირა უკვე გარბოდა. უნდა გადაეცათ ლიპარიტისთვის. მაშინდელმა ფეოდალებმა ჩათვალეს, რომ ლიპარიტი ძალიან გაძლიერდებოდა, ისედაც ძლიერი საერისთავო ჰქონდა, ხო? ყდეკარის საერისთავო, ბირთვისიც მისი იყო, სავაჭრო ადგილი იყო, რა სტრატეგიული ადგილი, ყველა გზა მან გადიოდა და ამიტომ ძალიან ძლიერი საერისთავო ჰქონდა. და ზუსტად აქედან დაიწყო მათი დაპირისპირება და წლების განმავლობაში გაგრძელდა. ბაგრატ მეოთხემ მის წინააღმდეგ ვიკინგებიც კი დაიქირავა. 1047 წელს ასირეთის ბრძოლის დროს ლიპარიტმა ისინი ტყვედ ჩაიგდო. ქუჩაში დააყენა შემდეგ ეს ვიკინგები და საცერით პური აცრევინა, რა დამამცირებელი იყო ეს ყველაფერი, ხო? შემდეგ წავიდა ბიზანტიაში და იმპერატორს დახმარებას თხოვა ლიპარიტის წინააღმდეგ. ამ დროს ლიპარიტმა მისი შვილი გაამეფებინა გიორგი და თვითონ თავი აღზრდელად დანიშნა და ფაქტიურად მართველი გახდა ქვეყნის, რა. საბოლოოდ ჯამში სულა კალმახელმა შეიპყრო ლიპარიტ ბაღვაში და კალმახის ციხეში გამოკიდა. ეს რომ ბაგრატ მეოთხემ გაიგო, ძალიან გაუხარდა, უბედნიერესი კაცი გახდა, ეს ჭირი რომ მოიშორა და სულა კალმახელს მთელი მიწები დაუკანონა საშვილიშვილოდ გადასცა. ახლა თქვენ დაწერეთ კომენტარებში ეს კონფლიქტი ვისი ბრალი იყო.